ჩვენ მოციქულებს არ ვედრებით თავისთავად ცხადია, მაგრამ მოციქულები ჩვენთვის მისაბაძნი არიან და ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენში სულისკვეთა ღმერთი იქნება დავანებული, ჩვენ ვძლებთ შიშს. როცა ვამბობთ, რომ მოციქულები სხვანაირები იყვნენ და ჩვენ სხვანაირები, თავის შემართებით თორე ისეთივე ხორციელი ადამიანები იყვნენ და მოწყვლავდნენ როგორც ჩვენ. და სახარებაში ადგილ ვკითხულობ, რომ მოციქულს ისე ეშინოდა, როგორც ჩვენ გვეშინია, რატომ არ შეიძლება რომ ჩვენ გავხდეთ მამაცნი, როგორც ისინი გახდნენ მამაცნი? კითხვაშივე პასუხია. ესე იგი, თუ ჩემში მადლი იქნება, მეც არ შემეშინდება. და მაშინ კითხვა ესე კი არ უნდა დავაყენო, რომ ამა მე რა შემძლებ კაცო. ისინი და მე ამ სადმესად ისინი ეს ეშმაკის საცდურია გესმით? ჩვენ კითხვა ესე უნდა დავსვათ, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემშიც დამკვიდრდეს საღვთო მადლი ისე, როგორც მოციქულებში დამკვიდრდა, რამე თუ მეც იგივე ეკლესიის წევრი ვარ, რომელი ეკლესიის წევრებიც მოციქულები იყვნენ. იგივე მადლი მოქმედებს მივიღებ მე ჩანასახში ნათლობისას და მიროცხებისას, როგორც მათ მიიღეს. ესე იგი, გესმით? აი ესე უნდა დავსვამ ეს საკითხი. და შესაბამისად კითხვას რომ დავსვამ, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ნათლობის მადლის აქტუალიზება მოხდეს ჩემში, დამერწმუნდ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არსებობს ეკლესიაში. რომელიც გაბნეულია წმინდა მამებში, წმინდა წერილში, ევქარისტიულ მსახურებაში, შესაძლებს და გვარად ხშირად ეზიარეთ, ლოცვა ისწავლეთ, წმინდა წერილი იკითხეთ, წმინდა მამები საკუთარ თავს კრიტიკულად მიუდექით, მოყვასთან ურთიერთობაში ფაქიზნი იყავით, თავი დაიმდაბლეთ, იყავით მორჩილი, ბოროტებას მიუგებთ, მიაგებთ და ნახევთ აღმოჩნდება, რომ თქვენი გული ნელა ჩვილდება, რბილდება და გამწყელი ხდება ღვთისმადლისა. და ამას რო იგზნობ, სტიმული და мотиваცია გეძლევა, ლოცვისა, ღვთის ძიებისა. და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ აღარ გეშინია. ერისკაცი ხარ, ცოლ-შვილი ყავს, მაგრამ აღარ გეშინია. და დამერწმუნდეთ, მე 21 საუკუნეში ბევრი მინახავს, რომლებსაც არ ეშინია. არიან ესეთი ერისკაცებს შორის